წარმოგიდგენიათ, რომ უძველეს ცივილიზაციებს ათასობითი წლის წინ შეიძლება სცოდნოდათ ისეთი რამ კოსმოსზე, რასაც ჩვენ სულ ახლახან ხვდებით. ნამდვილად გასაოცარი ამაზე ფიქრი. მაგალითად, გრემ ჰენკოკი და სხვები ამბობენ, რომ დედამიწის პრეცესიის, ანუ მისი ხერძის რხევის თითქმის 26,000 წლიანი ციკლის ცოდნა შეიძლება ბევრად ძველი იყოს ვიდრე გვგონია. დიახ, და ეს მართლაც რადიკალური იდეაა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენს წარმოდგენას ისტორიაზე. ხო, როგორ შეიძლებოდა ცოდნოდათ? ეს ხომ ძალიან ნელი პროცესია. მოდი ჩაურმავდეთ ამ წყაროებს, ვნახოთ რას გვეუბნებიან. კი ბატონო, წყაროები, მათ შორის სანტილანას და ფონდეჰენდის ცნობილი ნაშრომი ჰამლეტის წისქვილი, მიანიშნებენ, რომ ეს ცოდნა შეიძლება რაღაც თითქმის დაუჯერებელი ცივილიზაციისგან მოდიოდეს. ანუ, ჩვენი ამოცანაა ვნახოთ, როგორ შეიძლებოდა ამ ცოდნის შენახვა და გადმოცემა. კარგი, მოდით უცებ გავიხსენოთ, რა არის პრეცესია. დედამიწა ხომ ზრიალასავით ტრიალებს, ოღონდ მისი ხერცი იდეალურად სწორი კი არაა, ოდნავ ირხევა. ზუსტად. და ამ რხევის ერთ სრულ წრეს წარმოიდგინეთ თითქმის 26,000 წელი სჭირდება. 25,920 თუ ზუსტები ვიქნებით. ეს იწვევს იმას, რომ პოლარული ვარსკვლავი იცვლება დროთა განმავლობაში. ჩვენი პოლარისი ყოველთვის პოლარული არ იყო, ხო? დიახ, და ასევე იცვლება, რომელი ზოდიაქოს თანავარსკვლავედი ამოდის მზესთან ერთად გაზაფხულის ბუნიობისას. მაგრამ აქ მთავარი იცით რა არის? სიჩქარე. ძალიან ნელი. წარმოუდგენლად ნელი. 1 გრადუსი ყოველ 72 წელიწადში. ამას ერთი ადამიანი თავის სიცოცხლეში სპეციალური დაკვირვებების გარეშე უბრალოდ ვერ შეამჩნევს. მართალია. ამიტომაცაა გასაოცარი ვარაუდი, რომ ეს ცოდნა არსებობდა ბევრად ადრე, ვიდრე ვთქვათ ბერძნებმა აღმოაჩინეს 2300 წლის წინ. თუ ასეა, ეს ცოდნა თაობიდან თაობას უნდა გადასცემოდა საუკუნეების 1000 წლეულების მანძილზე. 1 გრადუსი 72 წელიწადში. კი. და ეს რიცხვი 72 და მისი ჯერადები, ვთქვათ 108, ან თუნდაც 432,000, საოცრად ხშირად ჩნდება მსოფლიოს სხვადასხვა ერთმანეთისგან დაშორებული კულტურების მითებში. ეგვიპტეში ოზირის 72 შეთქმული კლავს. დიახ. და აქ ხდება ყველაზე საინტერესო. ამ რიცხვების ასეთი გლობალური გავრცელება, ესაა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომელიც მიანიშნებს შესაძლო საერთო ძალიან ძველ წყაროზე. უნდა გვახსოვდეს, უძველესი ადამიანებისთვის ცა ხომ ყველაფერი იყო. არ იყო სინათლის დაბინძურება. კი, კალენდარი, რუკა, ღმერთების სამყოფელი. უნებრივია, რომ უდიდეს ყურადღებას აქცევდნენ. მაგრამ როგორ ინახავდნენ ასეთ ზუსტ გრძელვადიან ინფორმაციას? ესაა კითხვა. წყაროებში ნახსენებია ერთი საინტერესო ეგვიპტური მითი. ღმერთმა თოთმა დამწერლობა რომ გამოიგონა, ფარაონმა უთხრა, შენო მეხსიერების ხელოვნება დაანგრიო. ეს გვახსენებს, რომ ზეპირ ტრადიციას ხშირად სათანადოდ ვერ ვაფასებთ. აბსოლუტურად, არ უნდა დავაკნინოთ ზეპირი გადმოცემის ძალა. ინფორმაციის შენახვის ერთ-ერთი გენიალური ხერხი. იცით რა არის? მისი ჩაკოდვა საინტერესო ამბავში, მითში. ანუ თუ ამბავი საკმარისად მიმზიდველია. ზუსტად, ის თაობიდან თაობას ერთგულად გადაეცემა. მაშინაც კი თუ მომყოლი, ან მსმენელი ბოლომდე ვერ ხვდება შიგნით ჩადებულ, ვთქვათ, ასტრონომიულ კოდს. ამბავი თავად ხდება ინფორმაციის დამცველი და გადამტანი. ამიტომაც უღრმავდებიან ზოგიერთი მკვლევარი მითებს ასე სერიოზულად. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დამტყვევა, რაც ამ წყაროებში ჩანს, ეს არის გლობალური კატაკლიზმის განსაკუთრებით დიდი წარღვნის მითების გასაოცარი მსგავსება სხვადასხვა კულტურაში. დიახ, და აქ მეცნიერებაც გვეხმარება. ვიცით, რომ დედამიწას არაერთი კატაკლიზმი გამოუვლია. ჰენკოკი და სხვები ყურადღებას ამახვილებენ კონკრეტულ პერიოდს. ეს არის დაახლოებით 12,800-დან 11,700 წლის წინანდელი პერიოდი. ანუ გამყინვარების ხანის დასასრული, ხო? კი, დრამატული კლიმატური ცვლილებების, ზღვის დონის უეცარი და მასშტაბური აწევის, მიწების დადბორვის და მეგაფაუნის, ანუ დიდი ცხოველების მასობრივი გადაშენების ხანა. ეს პერიოდი, მოკლედ, იდეალური კანდიდატია იმ გლობალური კატასტროფის მითების რეალურ საფუძველად. განსხვავებით ტრადიციული ახსნისგან, რომელიც ამ მითებს ხშირად ადგილობრივ წყალდიდობებს უკავშირებს. დიახ, სწორედ. მაშ რას ნიშნავს ეს ყველაფერი ერთად? ეს წყაროები გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა ნამდვილად არსებობდა რაღაც უძველესი დღეს დაკარგული ცივილიზაცია. რომელსაც ჰქონდა მოწინავე ასტრონომიული ცოდნა. გადაურჩა გლობალურ კატაკლიზმს და ეს ცოდნა შეინახა დაშიფრა მითებში, სიმბოლოებში, რიცხვებში, რომლებიც დღემდე მოვიდა. და ეს ბადებს საბოლოოდ ძალიან საინტერესო კითხვას. თუ ეს ასტრონომიული ცოდნა მართლაც ასე მიზანმიმართულად შეინახეს და გადმოგვცეს 1000 წლეულების მანძილზე, კიდევ რა სახის დავიწყებული სიბრძნე, რაც ცოდნა შეიძლება იმალებოდეს ამ უძველეს ამბებსა და სტრუქტურებში, რომელსაც ჩვენ ჯერ უბრალოდ ვერ ხსნით? დაფიქრდით ამაზე. ნამდვილად დამაფიქრებელია. თუ ამ წყაროების ჩვენეული განხილვა თქვენთვისაც საინტერესო იყო, მოიწონეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ასე მეტი ადამიანი შეძლებს ნახოს მსგავსი ანალიზი.